მივესალმები მაყურებელს, რა თქმა უნდა, გუშინდელი დღე თავიდან ბოლომდე ის აგრესია და ის ძალადობა ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, დამუშავებული, იმიტომ რომ როგორც წესი ამდენი ადამიანი ესე ორგანიზებულად არ ხდება ხოლმე. ეს წინასწარ იცოდნენ მათ, შემდგომში ეს გამოხატეს კიდევაც თავის პოზიციებში. უბრალოდ საბოლოო ჯამში გამოვიდა ის რომ ქართული ოცნება გადაიქცა ქალების მცემელ დაწესებულებად, ანუ ზონდერების ადამიანები, რომლებიც სამწუხაროდ, როგორც აღმოჩნდა, ყველანი რაღაც ზოგი გამგეობის თანამშრომელია, ზოგი ანუ ქართულ ოცნებასთან საბიუჯეტო დაფინანსებით მიბმული ხალხი არის. ისინი აი ესე გუშინ აზონდერეს, ქალები აცემინეს, ძალიან მძიმე საყურებელი იყო, რა თქმა უნდა, საკუთარივე ამ მომჩეულში ქართული ოცნება დაზარალდა. იმას მომჩეულ სჭირდებოდა ამას გულისხმობ, ნახეთ, ეს ხომ არ იყო პირველი დღე პროტესტის. კი ბატონო. ქართული ოცნების სტრატეგია ამ შემთხვევაში არის პროცესის რადიკალიზაცია, იმიტომ რომ რაღაც მომენტში ჩვენი არჩევნებით შესვლით მათ პროცესი გაექცა, რომ ქართული ოცნების სტრატეგია რა იყო ყოველთვის მარტივი. ყველას მიდევნა ნაციონალურ მოძრაობის ველზე, რაღაცა სახელის დარქმევა და იმ ხმების შეჩერება, რომელიც გადმოედინება რა, აღარ უნდა ქართულ ოცნებაზე ხარი დაუჭიროს, მაგრამ ქართული ოცნების სტრატეგიული ამოცანა რომ აი ყველა რაღაცა აი ამ ფთაში არის, ეს რა თქმა უნდა ელექტორატს აჩერებს, გადმოდინებას ხელს უშლის. დემონიზების პროცესს გულისხმობს. არა, მარტივი არის ეხა, ყველა ხელისუფლება კარგავს ამ მომჩეულს, ხო? ჩვენ ახლაც ვამბობდა არჩევნებშიც ვიძახდით. ის რეიტინგი მაშინდელ მოცემულობაში 35-38%, რაც ქონდა რეალურად ქართულ ოცნებას, ქართული ოცნება ამ რეიტინგს არ იმსახურებს. მაგრამ ქართული ოცნება ამ პროპაგანდით, სხვადასხვა მანქანებით, სხვადასხვა სისტემურად პროპაგანდისტულად ამას ახერხებდა, რომ ეს შეინარჩუნა. წინ არჩევნებზე ეს იყო, ამიტომ 10%-ის დამატება, რაც გამოიწვია, ეს რა თქმა უნდა პრობლემები გამოიწვია, მაგრამ მან შეძლო არჩევნებით манипуляცია, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვამბობ, თუ ქართული ოცნების რეიტინგი ჩამოვა 30-ს ქვემოთ, ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება არჩევნების გაყალბება. ამიტომ ეხა ამ პროცესში არის ქართული ოცნება, რომ მან რამენაირად შეაჩერო საკუთარი ელექტორატის გადინება და მაშინ როდესაც მისთვის კომფორტული იქნებოდა, ჩვენს ყოფილიყავით ბოიკოტში, იმიტომ რომ ძალიან კომფორტული სივრცე იქნებოდა და აი ესე არანაირი ზედმეტი სინდისის ქეჩნის გარეშე პირდაპირ აიღებდა მთელ თვითმმართველობას. ეხა როდესაც ნაციონალურ მოძრაობა არის ბოიკოტში და მე ვფიქრობ, რომ ძალიან არასწორი პოზიცია დაიჭირეს მას და მართლა სასარგებლო იდიოტებათული დღემდე ამ ხალხს, ვინც ბოიკოტს გაიძახის პოლიტიკურ კონტექსტში ვსაუბრობ, პოლიტიკოსებზე ვსაუბრობ და ამიტომ ეს უნდა დაიჭიროს ეს გადინება ხელისუფლებამ თავის ელექტორატის, ამიტომ ჭირდება რადიკალიზაცია. გუშინდელი დღეს ჩვენ ხო თანხმდებით, რომ ეს ქართული ოცნების პროვოცირებული არის. თქვენ ხო მეთანხმებით ამას? მე გეთანხმებით. ქართული ოცნების მაშინ რა სჭირდება ქართული ოცნებას? ყოველ შემთხვევაში ფაქტები ამას ქართულ ოცნებას ჭირდება მაქსიმალურად რადიკალიზაცია, იქ საკუთარი ეთერების დათმობა ნაციონალურ მოძრაობის წარმომადგენლებზე. ერთხელ დაუსვით კითხვა, თუ სხვა ოპოზიციური პარტიები არ აქვთ ეთერები არც იმედზე და არც რუსთავიორზე, რაინაირად ხდება ხოლმე, რომ აი თქვენთან აი რო დადიან ეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, კვირაში 3 ჯერ ყველა თოქ-შოუებში ერთვებიან, ყველა ქარდზე ეგენიარიან, ინტერვიუებს მაგათგან იღებენ. რაინაირად ხდება ეს ამბავი. ვარც უარყოფ, იმიტომ რომ არც ერთი მათგანისთვის თოქ-შოუში მეთვალი არ მომიკრავს, არ ვიცი თქვენ რომელ თოქ-შოუზე საუბრობთ. ნინო რაგვარი არის წამყვანი რუსთავიორზე, გადაერთე და ნახავთ ყოველ კვირას ნაციონალურ მოძრაობის წარმომადგენელს. იქ არ არის ჩვენი წარმომადგენელი. 2 წელია თოქ-შოუში ჩვენი პარტიის წარმომადგენელი არ ყოფილა. ანუ მე რაზე ვსაუბრობ? ქართული ოცნებას ჭირდება რადიკალიზაცია. ქართული ოცნება კიდე მეტ რაღაცას გააკეთებს, კიდე მეტ ეთერს დაუთმობს, რომ რამენაირად ელექტორატის გადინება შეაჩეროს და ანახოს, რომ 4 ოქტომბერს ხო ხედავ ესენი რევოლუციას აპირებენ და მე თუ არ დამიჭერთ ხარს და ამ ქვეყანაში სტაბილურობას ხარს არ დაუჭერთ, აგერ გამოვლენ ნაციონალები და რაღაცა უბედურებას ჩაიდენენ. ამაზე თამაშობს, ესენიც მიყვებიან ამ თამაში, ამიტომ ჩვენი ფუნქცია ახლა არის ის, რომ მათივე ამომჩეულს და საზოგადოების დანარჩენ ნაწილს დავანახოთ, რომ ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა არის ერთი ჯოხის ორი რადიკალური ჯგუფი, რომელიც ამ ქვეყანის განვითარებას ხელს უშლის. ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანია გარდა ნაციონალური მოძრაობისა, რომელიც პროტესტს
მხარს უჭერს, რომელიც დღეებია და თვეებია ქუჩაში დგას, რომელიც 4 ოქტომბერსაც აქციაში მონაწილეობის მიღებას აპირებს და რომელიც ფიქრობს, რომ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება, რომელიც საკუთარი ნებით ართმობს ხელისუფლებას პროტესტის გზით უნდა ამ ადამიანებზე მაგ მარტივი პასუხი. არა, მესმის. ხომ არის ასეთი ბევრი ნაწილი, დიდი ნაწილი. ნუ არ მფიქრობ დიდი ნაწილის ადამიანები ხა ყველანი რაღაცა თავის პარტიის ზოგი 4 ნომერია, ზოგი გირჩია, ზოგი ავიცი 8 პარტია ვართო იძახიან, მაგრამ ეს ნუ კოლექტიურად რა თქმა უნდა ესენი ნაციონალური მოძრაობის განაყოფია. ეს ის ხალხი არის, ბევრი მათგანი, ვინც აქტიური ნაწილი არიან ამ პარტიის წევრები. არიან ის ადამიანები, ვისაც ფიქრობენ, მაგრამ ჩვენ ესე არ ვუყურებ. მესმის. ჩვენ ასე არ ვუყურებ. მე ვფიქრობ, რომ როდესაც რეალურად 30% ჩამოცდება ქართული ოცნების პოლიტიკური რეიტინგი, რეალური რეიტინგი, შეუძლებელი იქნება მათი მხრიდან არჩევნების გაყალბება. ამ ადამიანებმაც უნდა იცოდნენ, რომ ყოფილა ამ ქვეყანაში ისეთი სიტუაცია, ამაზე ბევრად უარესი საარჩევნო გარემოც ყოფილა, მედია გარემოც ყოფილა, პოლიცია გაცილებით რადიკალური ყოფილა, ბრუტალურიც ყოფილა, მაგრამ იმ პირობებში დამარცხებულა ის რეჟიმი, ვისაც ეჭირა ასე. მე არ ვფიქრობ, რომ ქართული ოცნებას შეუძლია უსასრულოდ, აი 20%-დან 50% დაიწეროს, ეს არის ჩემი გადმოსახედიდან შეუძლები, მაგრამ როდესაც აქვს რეალური 40 და 38, რა თქმა უნდა ის აი 10%-ს აიტანს რეჟიმი, მაგრამ 15-20%-ს ვერ აიტანს, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს არის მცდარი წარმოდგენა, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი ახლა ისე არის ამ ქვეყანაში ჩაბეტონებული, რომ 20%-იანი რეალური რეიტინგით, რომ 50% დაიწეროს, ეს ჩემი გადმოსახედიდან არის ფაქტობრივად შეუძლებელი ამბავი. მოდით აი აქციის ნაწილი, გუშინდელი ამბის ნაწილი, უბრალოდ თავდასხმის ნაწილი მოვჩეთ და გადავიდეთ საარჩევნო ნაწილზე ბრძოლის სხვადასხვა მეთოდებზე, რომელმაც გაგყოთ ოპოზიცია ორ ნაწილად, ყოველ შემთხვევაში ერთი ბოიკოტის რეჟიმშია, მეორე არჩევნებში მონაწილეობს. ვინ იყო დამკვეთი? ამ ადამიანებს უნდათ რომ 4 ოქტომბერს ხელისუფლება ავიც ასე ძახიან მშვიდობიანად დაამხონ. ანუ მოდი ვიმსჯელოთ, როგორ წარმოგიდგენიათ? მოდი ჯერის დავასრულოთ ლევან. ეს მნიშვნელოვანი არის. კი, გადავალთ აუცილებლად. აი ეს წარმოგიდგინე. აი მოდი ეს გავაკეთოთ ამის მოდელირება. მოდელირება გავაკეთოთ. ანუ გამოდიხარ, იქრიბები და ამბობ, რომ იცი რა, ხუთში აღარ იქნება ქართული ოცნება. ანუ რა შვები? შედიხარ ადმინისტრაციულ ადმინისტრაციულ შენობებს იყენებ, ხო? და მე გამოდიხარ და ცხადებ, რომ ხელისუფლება გაიქცა. აი როგორ წარმოუდგენიათ? ანუ ეს პოლიცია ესე გაიწევა კორდონი და შეუშვებენ და მოდიო აქ კანცელარიაში შეუშვებენ. ანუ როგორ წარმოგიდგენიათ ეს? მე არ წარმომიდგენია ეს ამბავი და ეს შემთხვევით პროვოკაციის სუნით შეიძლება იყოს. იგივე კითხვას ვსვამთ ჩვენ ჟურნალისტები იმ ადამიანების მისამართით, ვინც ამ 4 ოქტომბერზე ლაპარაკობს. თუმცა აქვე შემიძლია მაშინ რადგან აქ არ იმყოფებიან ეს ადამიანები, კონტრშეკითხვა გიბრუნოთ. როგორ წარმოგიდგენიათ ხელისუფლების ცვლილება, რომელსაც თქვენც და ყველა სხვა დანარჩენი ოპოზიციური პარტიაც რეჟიმს უწოდებთ, ამ მათი გაშვება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით? მე გეტყვით. რომ ყოფილიყო რომ გამოსულიყვნენ ეს ადამიანები და რომ არ ეწეოდნენ მავნებლობას და არ მოუწოდებდნენ ხალხს, არ მიხვიდეთ არჩევნებზე, 100%-იანი გარანტიით გეტყოდით, რომ დიდი ქალაქები, თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი, თეორიულად თელავშიც ქართული ოცნება დამარცხებული იყო. აი გარანტირებულად დამარცხებული იყო. აი შენ წარმოიდგინე ფსიქოლოგიური მოცემულობა. ქართული ოცნება აგებს ოფიციალურად თბილისს, ბათუმს, რუსთავს, ქუთაისს. ეს ხო კიდევ უფრო მეტი мотиваცია იმისთვის, რომ უფრო მეტი წნეხი გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს. თუ რაღაცა თეორიული, რაღაცა ბავშვური, ბრიყული და არასასიამოვნო სხვათა შორის დაკიდებული დღე, რომელსაც ეუბნები, რომ დილის 9 საათზე 5 ოქტომბერს ადამიანი რო გაიღვიძებს და ანუ რა ვიცი 6 საათზე 7 საათზე ვინ როდის დგება იმის მიხედვით და ჩართავს საინფორმაციოს დილის 8 საათზე როდიდან იწყებთ მაგალითად თქვენ მაუწყებლობას და TV პირველზე ვინმე იტყვის რომ ქართული ოცნება აღარ არსებობს. ეხლა არსებული მოცემულობიდან რომ გამოვიდეთ 30 წუთი მოკლე. არსებული მოცემულობიდან რა სიგა? ართულებს სიტუაციას, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ამ მოცემულობაში და აი ამ ზუსტად აი ამ პოლიტიკურ ველში რა ქართულ ოცნებამ თვითონაც დაიყენა თავი, მე ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზული ელექტორალური გადინება ექნება ქართულ ოცნებას და მე ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზული სიურპრიზები იქნება ელექტორულ თვალსაზრისით. თუმცა ხმების დაცვა მაინც მოგიწევთ ხომ მეთანხმებით ამაში, იმიტომ რომ წინა არჩევნებიც ასეთივე იყო, როცა ხმების დაცვა უწევდა ოპოზიციას. რა თქმა უნდა, ჩვენ ხმებს ვიცავთ ამ ქვეყანაში, რა ვიცი, რა ყველა არჩევნებზე ხმის დაცვის პრობლემა არის.
ვიღაცისთვის 16-ში პრობლემა იყო, ვიღაცისთვის 12-შიც, 10-შიც, 9-შიც, 11-ში. ეს ქვეყანა ჩვენ ამ გზაზე ვდგავართ, ჩვენ ამისკენ მივილწვით, ამისთვის ვიბრძვით. შეიძლება საერთო ამ ხმებს მარტივად დათმობს ოცნება, როგორ წარმოგიდგენიათ? ქართული ოცნება მარტივად არაფერს არ დათმობს, მაგრამ მე კიდე ერთხელ ვამბობ, შეუძლებელია, როდესაც რეალური რეიტინგი ქართული ოცნების ჩამოცდება 30%-ს, მათ ადვილად ხელისუფლება შეინარჩუნონ, შეუძლებელი იქნება. შიდა ფაქტორები, გარე ფაქტორები, ეს ერთმანეთთან უნდა იყოს, ერთმანეთს უნდა დააჯდეს, ერთმანეთთან კუმულაციური უნდა იყოს, სინერგია უნდა შეიქმნას. ეს პროცესი გაგრძელდებოდა, ეს პროცესი არ დამთავრდებოდა. მე ვფიქრობ, ჩემთვის ეხა პირადად მოქალაქისთვის ძალიან ძიმი არის სხვა ისეთი პროცესი, რომელიც გამოიწვევს ადამიანების პატიმრობას, დაზიანებებს, დაშავებას, ჩვენ ამაზე პასუხისგებლობას ვერ ავიღებთ, ჩვენ არ ვართ ის ხალხი, რომელიც ვეთქვით, რომ წადი ეგერ შტურმზე, მე არ ვეთყვი ადამიანს შტურმზე წადი, მაგრამ ჩემთვის ადვილი ადამიანს უთხრა, უფრო ადვილი გზა, არჩევნებზე მობრძანდი. თუმცა ალბათ ადამიანს ამომრჩეველს, რომელიც თქვენთვის ხმის მისაცემად მოვა, უნდა უთხრა ისიც რა ხდება 5-ში, 5 ოქტომბერს, თუ კი ამ არჩევანს წაართმევენ კლავაც. თუ 24-ის მოსვლა იქნებოდა თბილისში, 24-ში როგორც იყო, პირდაპირ გეუბნებით, რომ თბილისს მოიგებს ოპოზიციის წარმომადგენელი, მაგრამ ამ ფონზე, როდესაც გარკვეული ჯგუფები, პოლიტიკური პარტიების ასეთ, თქვათ, ჩემი აზრით, მავნელურ კამპანიას ეწევიან, ეს, რა თქმა უნდა, ქართულ ოცნების ამოცანას აიოლებს, აადვილებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მობრძანდით არჩევნებზე, იმიტომ რომ რაღაცა შტურმს პირდაპირ იმიტომ ჩვენ ასე მივიღოთ, ჩვენ ამაზე ვილაპარაკებთ ბოლოს, იმიტომ რომ აქამდე დაიძაბება ეს სიტუაცია. უფრო მარტივი გზა არის არჩევნებზე მოსulis და ქალაქის მოგებები. ქალაქების მოგების, ან არ ვიცი, მაჟორიტარული ოლქების მოგების. ეს ხო უფრო მარტივი გზა არის. მე ვერ ვეთყვი ადამიანს, წადი და კანცელარია შტურმით აიღეო. არა მაქვს მე ამის არც მორალური და არც სხვანაირი უფლება. კი ბატონო, მადლობა ლევან გოგიჩაიშვილი.